ქალთა მეხუთე კოლონიაში 15 პატიმარი შიმშილობს. დაწესებულებაში იმყოფებოდა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი პატიმარი ქალები ზვიად ქორიძესთან და უმრავლესობის წევრ ეკა ბესელიასთან შეხვედრას ითხოვენ. მათ პრეტენზიებს დღეს შეწყალების კომისიის თავმჯდომარე გამოეხმაურა. ადრე იყო ბესელია შესული ამათთან და უთხრა რომ ოდესაც შეიცვლება პრეზიდენტი, ანუ შეწყალების კომისია შეიცვლება, ვინაიდან კომისია ვერ იქნება, მოხდება თქვენი შეწყალება და საქმეები, ოდესაც კომისია შეიქმნება, მერე მოხდება გადახედვა. ანუ ეს პირობები დარღვეული არის და მე ვფიქრობ, რომ ხელოვნურად ხომ არ ხდება შეწყალების კომისიის მხრიდან აი ესეთი შერჩევითი შეწყალებებით, დაუსაბუთებელი და გაუგებარი განცხადებებით. ორშაბათს იქნება შეხვედრა სასჯელახსრულების იმ დაწესებულებაში, სადაც როგორც დღესდღეობით არის ინფორმაცია 30-მდე მსჯავრდებული ქალბატონი შიმშილობს. ბუნებრივია მე გავეცნობ იმ საქმეებსაც, იყო თუ არა მათი განცხადებები შემოსული, მე არ ვიცი ზუსტად ამ წუთისთვის, იყო შემოსული იანვარში, აპრილში თუ ივლისში, მაგრამ მე ეს ინფორმაცია უნდა